ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა დღესდღეობით დიდი ყურადღების ქვეშ მოექცა. მისი მრევლი გადმოგცემს, რომ მიტროპოლიტი უდიდესი სიყვარულის მატარებელია. ის სამღვდელოების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელმაც ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ხმა აიმაღლა. ის პირველი იყო, ვინც საპატრიარქოს რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის ის საქმეები გაახმაურა, რაც ყველანაირ მორალს, საეკლესიოს თუ საეროს ეწინააღმდეგება. მირჩევნია დავისაჯო სიმართლისთვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე. სწორედ ამ ლოზუნგით ცხოვრობს ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა. მეუფე პეტრე 1970 წლის 7 აპრილს სენაკის მუნიციპალიტეტში დაიბადა. პეტრე მერისკაცობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. 1997 წლიდან 2000 წლამდე თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგაც 2000 წლის 27 აგვისტოს ბერად აღიკვეცა. მეორე დღეს კი დიაკვნის ხარისხი მიანიჭეს. იმავე წლის 3 ნოემბერს პეტრე მღვდლად აკურთხეს და ყაზბეგში სნოს სასულიერო კულტურული ცენტრის ხელმძღვანელობა ჩააბარეს. 2002 წლის 16 ივლისს ეპისკოპოსად აკურთხეს. იმავე წლის 27 ოქტომბერს კი სტეფანწმინდისა და ხევის ეპისკოპოსად დაადგინეს. 2007 წლის 28 იანვრიდან მთავარ ეპისკოპოსის, ხოლო 2010 წლის 2 აგვისტოდან მიტროპოლიტის ხარისხი მიანიჭა.